მოგესალმებით მეგობრებო. დღეს მინდა გესაუბროთ ერთ-ერთ თემაზე, რომელზეც გამოკითხვა ჩავატარე და ძალიან თანაბარი შედეგები ჰქონდა თემას, რატომ ვერ ვითარდებიან middle developer-ები და რა სკილები სჭირდება მომავლის developer-ებს. და ვეცდები რომ გავაერთიანო ეს ორი თემა და ფაქტიურად ამ ორ თემაზე ერთიანად ვისაუბრო. მაგრამ სანამ გადავალთ უშუალოდ თემაზე, მინდა შეგახსენოთ რომ ვათამაშებ MacBook Neo-ს, აი ამ MacBook Neo-ს და მინდა გთხოვოთ რომ გამოიწეროთ არხი, დაალაიქოთ ვიდეო და დააკომენტაროთ. ან წესები არის ძალიან მარტივი. როდესაც ავალთ 10,000 გამომწერზე, ავარჩევ რომელიმე ვიდეოს, რომელსაც ექნება ყველაზე მეტი კომენტარი და გავათამაშებ MacBook Neo-ს. ძალიან მარტივი არის. ახლა კი მოდი გადავიდეთ უშუალოდ ჩვენ თემაზე და ვისაუბროთ რატომ ვერ ვითარდებიან დეველოპერები middle level-ის შემდეგ. მაგრამ სანამ ამ თემაზე გადავალთ, პრეისტორიასავით მოვყვეთ. ზოგადად ყველას გონია რომ middle developer-ად გადასვლა, ანუ junior-დან middle-ზე უფრო რთულია, ვიდრე middle developer-დან senior-ზე. რასაც აბსოლუტურად არ ვეთანხმები პირიქით. როდესაც ხართ დამწყები დეველოპერი, თქვენი мотиваცია არის ძალიან მაღლა, ანუ мотивაციის საწვავი გაქვთ ძალიან ბევრი. ხართ მოტივირებული იმაზე, რომ ბევრი ისწავლოთ, ჩაერთოთ რაღაც საქმეებში, თქვენთვის საინტერესოა ეს ყველაფერი, ანუ ჯერ რუტინაში არ ახართ გადასულები და ამიტომ junior developer-ები როგორც წესი წელიწად ნახევრიდან 2 წლამდე გადადიან ხოლმე middle developer-ზე. მაგრამ ჩემი დაკვირვებით სტაგნაცია იწყება აქედან. ესაც მინდა ამას მინდა შევეხო, რომ ადამიანების უმრავლესობა, აბსოლუტური უმრავლესობა არ არის მიდრეკილი იმისკენ, რომ იმუშაოს ლიდერულ პოზიციაზე, აიღოს ბევრი პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ ეხლა მე რასაც დაკვირვებული ვარ, დაახლოებით 400 დეველოპერთან მაქვს ნამუშევარი მთელი ამ წლების განმავლობაში და აბსოლუტური უმრავლესობა არის გახდება middle developer-ი, რაღაც ხელფასი მოემატება, რაღაც ეწერება ტასკები, ამ ტასკებს ასრულებს და ამით ბედნიერი არის, ანუ შედის კომფორტის ზონაში და არ უნდა აქედან გამოსვლა. და ამაზე ბევრჯერ მისაუბრე ამ ადამიანებთან და ყოველთვის პასუხი არის, რომ რა ვიცი, მე მომწონს, კარგად ვარ. და ეს ნორმალურია, ანუ ეს არ არის რაღაცა ეს ხალხი ცუდები არ არიან, ანუ ისინი პროფესიონალები არიან. მას უნდა რომ დილით, რა ვიცი, მივიდეს სამსახურში, საღამოს წავიდეს სახლში, რაც საქმე არის გააკეთოს, მაგრამ ზედმეტი პასუხისმგებლობის აღება არ უნდა. და გასაგები, ანუ ეს როგორც წესი ყველა გუნდში და ყველა სტრუქტურაში აბსოლუტური უმრავლესობა არიან ესეთი ადამიანები, ამიტომ ესეთი ადამიანები ცუდები არ არიან, ესენი არიან პროფესიონალები, რომლებიც თავიანთ საქმეს აკეთებენ კარგად. მაგრამ არის კიდე რაღაც პატარა პროცენტი ადამიანების, რომლებიც ყოველთვის მიდრეკილები არიან იმისკენ, რომ განვითარდნენ, ანუ ისინი სვამენ ბევრ კითხვებს, ისინი ცდილობენ რომ ჩაერთონ სხვადასხვა საქმეში, მათ აქვთ რაღაც ხედვები, ამა თუ იმ პროდუქტზე როგორ უნდა იყოს. მოკლედ ეს ადამიანები არიან ისინი, ვინც არასდროს არ ჩერდება და ყოველთვის რაღაც ახლის ძიებაშია. და ესეთი ადამიანები არიან ცოტა. და მოდი ახლა ვისაუბროთ რა სკილები და რა უნარები აქვთ ამ ადამიანებს, რომ ყოველთვის ესე იქცევიან. ეს რაღაც დონის ბუნებრიობა არის, მაგრამ ძირითადად დისციპლინით გამომუშავებული უნარებია. და მოდი დავიწყოთ ახლა პირველი, რადგან ტექნოლოგიაზე და პროგრამირებაზე ვსაუბრობ, ახსნის senior developer-ის მაგალითზე, მაგრამ ჩემი აზრით აუცი იურისტებშიც იგივე იქნება და ეკონომისტებში ეს ადამიანზე არის და არა რაღაც პროფესიაზე. კაი, მოდი ახლა ვთქვათ, რით განსხვავდება senior developer-ი middle developer-ისგან. senior developer-ი რა უკეთეს if-else წერს თუ რაღაცა უფრო მეტი ერთი ბიბლიოთეკით მეტი იცის, რომელიც უნდა გამოიყენოს კოდში, ხო? ეს ხო ესე არ არის, იმიტომ რომ რა ვიცი, middle developer-იც ისწავლის იმ ერთ ბიბლიოთეკას და რაღაც დონის კოდის სტანდარტი ორივემ აბსოლუტურად ერთნაირად იცის. ამაში რა ხდება? ხდება ის, რომ senior developer-ი პირველი ჩემი აზრით, რაც მე დაკვირვებული ვარ, ამ ადამიანებს აქვთ კარგი კომუნიკაციის უნარი. და ჩემი გადმოსახედიდან კომუნიკაციის უნარი არის ის უნარი, რაც არის მთავარი ამ ყველაფერში.
ადამიანების იმით განსხვავდებით ხა ცხოველებისგან, რომ შეგვიძლია ერთმანეთს აზრები გავუცვალოთ და ამით მივიდეთ შედეგამდე. და თქვენ თუ ხართ ადამიანი, რომელსაც აქვს ცუდი კომუნიკაციის უნარი, ის ვერასდროს ვერ წავა წინ. მე ბევრი მინახია, რომ აი არ გინდა ადამიანთან მისვლა და რამე კითხო, იმდენად რაღაც ჯაჯღანა ადამიანია, ასე ვთქვათ, არის სარკასტული, არის შეიძლება დამცინავად გიპასუხოს და ესეთი ადამიანები არავის არ უყვართ, მოკლედ რა. ანუ ესეთ ადამიანთან გირჩევნია შენ დაჯდე 2 დღე დაკარგო რაღაცები გაარჩიო, მაგრამ ამასთან არ მეხვიდე და თუ თქვენ ესეთი ადამიანი ხართ, არ არსებობს სტრუქტურა, სადაც თქვენზე განიხილავენ, რომ მოდი ეს ადამიანი დავაწინაუროთ, იმიტომ რომ რა არის ხო საქმე, ანუ გუნდის ხედან მუშაობენ და პირველი, რასაც ყოველდღურად და სულ ვაკეთებთ, არის ერთმანეთში კომუნიკაცია და შენ თუ ეს კომუნიკაცია არ გივარგა, მაშინ რავი, ჩემი აზრით მერე რაც არ უნდა მაგრა წერო კოდი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავინ არ გაგაგდებთ სამსახურიდან, თქვენ იქნებით, თქვენი როლი გექნებათ, თქვენ შეასრულებთ იმ როლს და რა ვიცი, ასე ვთქვათ, ხელფასიც მოგემატებათ, არავინ არაფერს არ დაგამადლებთ, მაგრამ ლიდერულ პოზიციაზე ვერ წაიწევით, იმიტომ რომ თქვენ ხართ ეგრეთ წოდებული task creator-ი, ანუ რაღაცა დაეწერა, შეასრულა და იმის იქით აღარ გინდათ არაფერში ჩართვა. და კომუნიკაციის კარგი უნარი არის ის, როდესაც ფაქტიურად ადამიანს უჩენ იმ შენს იმედს, როცა მე რაღაცა მჭირდება და მივდივარ სხვა ადამიანთან, და ის ადამიანი, როდესაც რაღაც კითხვებს მისვავს, ანუ გრძნობ, რომ მას დააინტერესა, ანუ დააინტერესა კონკრეტულმა პროექტმა, დააინტერესა ჩემმა გაჭირვებამ, ხო, მე თუ დახმარებას ვითხოვ, ესე იგი რაღაცა მიჭირს და რაღაცა მჭირდება და ესეთი ადამიანები, როდესაც გვერდში გიდგანან, მერე ყოველთვის ანუ შენც მისი მხარდამჭერი ხდები და მას რო რაღაც დასჭირდება, შენც აუცილებლად დაეხმარები. ანუ კომუნიკაცია არის, მოკლედ როგორც თქვი, უმთავრესი, რაც უნდა გქონდეს ადამიანს, თუ უნდა წინ წაიწიოს და რაღაც ლიდერულ პოზიციაზე იმუშაოს. შემდეგი და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის საქმის საკუთრება. ალბათ გქონიათ შემთხვევა, რომ მიხვალთ ადამიანთან, რაღაცას კითხავთ და არც გაცლით დასრულებას, პირდაპირ გეუბნებათ, რომ ეგ ჩემი საქმე არ არის. ესეთი ადამიანთან არაფერი არ გამოვა კარგად, იმიტომ რომ ჯერ დამასრულებინე, რას ვიძახი, იქნება რა მიჭირს და რა მინდა, ანუ პირდაპირ რომ მიჭრი, რომ ეს ჩემი საქმე არ არის. ჯერ მაგასაც ვერ ხვდები, თუ გუნდი ხართ, თუ რაღაცას ერთად აკეთებთ, როგორ შეიძლება რაღაც შენი საქმე არ იყოს, ხო? მესმის ხა იმას არ ვაწვევი მე რომ რაღაცა ყველაფერი აკეთოს, არა რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არის ზუსტად ადამიანური ის თვისება, რომელიც უნდა გქონდეს, რომ შენ როდესაც მიდიხარ ვიღაცასთან და რაღაც ეკითხები, მოდი მოისმინე, იქნებ იცი ვისი საქმეც არის და პირდაპირ იქ გამიშვია რა, რატომ მიჭრი. მაგრამ ეს ანუ ვინც დახმარებას ითხოვს, იმის გადმოსახედიდან ეს ჩანს, რომ ამ ადამიანს უბრალოდ ფეხებზე კიდიხარ რა, ეხლა არ აინტერესებს შენ რა გინდა და როგორ გინდა, ხო? და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ ისეთი ადამიანები, რომლებიც ამას არ გპასუხობენ და ყოველთვის ინტერესდებიან და მზად არიან გვერდში დაგიდგნენ, ეს ადამიანებთან მუშაობა ყველას უნდა, იმიტომ რომ ყველა ეძებს ესეთ ადამიანს, არავის არ უნდა ფეხებზე მკიდია ადამიანი გუნდში. და სინიორ სტაფს, ანუ სინიორ თანამშრომლებს ზუსტად ეს სკილები აქვთ, რომ ისინი ყოველთვის მზად არიან, რომ დაგეხმარონ, ანუ მისი საქმე არის თუ არ არის, ესე პირდაპირ რაღაცა HR-ულად, ის ყოველთვის მზად არის, რომ გვერდში დაგიდგეს და დაგეხმაროს. და ეს ძალიან მაგარი უნარია ასე. კიდევ ერთ-ერთი უნარი, რაც მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, არის ხედვა და პროექტის სრულ სურათში დანახვა. ანუ როდესაც ადამიანი ევალება რაღაც კონკრეტული რაღაც ორი ველის ჩამატება სადმე, ეს ადამიანი მარტო ამ ორ ველით არ კმაყოფილდება, ანუ ის ყოველთვის სვამს კითხვებს და ის ინტერესდება, როგორ მუშაობს მთლიანად პროდუქტი. და თქვენ როდესაც იცით, როგორ მუშაობს მთლიანად პროდუქტი,
თქვენ ხდებით ერთგვარი რაღაც subject expert-ი გუნდში და ასევე შეუცვლელი, როდესაც ვიღაცას რაღაც ჭირდება, ხა ბიზნესი როცა იდეას გიკვეთავს, ხო? ეს არის ბიზნესის გადმოსახედი და რაღაც დანახული იდეა, მაგრამ მე ეს იდეა ხო ქვემოთ იშლება ტექნიკურად და ძალიან ბევრი დეტალი ემატება და ეს დეტალები ყოველთვის კი, რა თქმა უნდა, სადღაც უნდა იყოს აღწერილი, მაგრამ ყველამ ხო კარგად ვიცით, როცა გვეჩქარება არავინ არ იწყებს 300 გვერდიანი დოკუმენტაციის კითხვას, როცა აგერ ოთახში ზის ადამიანი და შეგიძლია კითხო და გიპასუხებს, რომ ეს დეტალი აქ არის. ამიტომ ესეთი ადამიანები ძალიან მნიშვნელოვანი არიან, რომ თქვენ არ იყოთ მარტო რაღაც ერთი ველის დამატებელი და ისწავლოთ მთლიანი პროდუქტი, ანუ ხედვა უნდა გქონდეთ და მთლიანი სურათში ხედავდეთ მთელს პროდუქტს. და როგორც თქვი, როდესაც პროდუქტს ხედავ მთლიან სურათში, მე ხარ ერთგვარი შეუცვლელი ადამიანი, რომელსაც ყოველთვის ეკითხებიან და ისიც უნდა ვთქვათ, რომ ხა ჩვენ ადამიანები ხო რამდენ ხანს ალბათ 70% ცხოვრების ვატარებთ სამსახურში, ხო? ხა არ მინდა ეს გაცვეთილი ფრაზა ვიხმარო, რაღაცა ჩვენ ერთი ოჯახი ვართ. არა, რა თქმა უნდა, ესე ოჯახი არის და სამსახური არის. ანუ ოჯახი არ ვართ. უბრალოდ მე პირად ესე ვარ, სამსახურში მყავს, რა ვიცი, ბევრი ძალიან კარგი მეგობარი და ეს ადამიანები, როცა ესეთი ურთიერთობა გაქვს, მოტივირებულები არიან, რომ ერთმანეთს დაეხმარონ, ერთმანეთს ხელი შეუწყონ და რაღაცა პროექტი თუ ვიღაცას უვარდება, მაქსიმალურად გვერდში დაუდგნენ. ახლა შემიძლია გავიხსენო დაახლოებით 3 თვის წინანდელი кейსი, როცა სამსახურში შეგვემთხვა რაღაც ძალიან ცუდი რაღაც, ანუ აგვერია ძალიან ბევრი რამე და ეს ყველაფერი გავიგეთ მალევე გავიგეთ, მაგრამ უკვე გვიანი იყო, როცა გავიგეთ, მოკლედ რო ვთქვა და საჭირო გახდა დაახლოებით, რა ვიცი, ღამის გადათენება და უფრო მეტიც. რომ დავიწყეთ მუშაობა რეალურად ჩართული ამ საქმეში, აი უშუალოდ გასწორების მომენტში იყო ჩართული 2-3 ადამიანი. და როგორც კი მოსაღამოვდა, რა თქმა უნდა, როგორც თუ აბსოლუტური უმრავლესობამ ჩაავაგა ყველაფერი და წავიდა და დარჩა დაახლოებით 15 ადამიანი, უფრო აი სინიორ დეველოპერები, რომლისთვისაც თან ესენი იყვნენ აბსოლუტურად სხვა გუნდის წევრები, მაგრამ არავის არ უთხოვია მათთვის, რომ მოდი ახლა შენ დარჩი და რაღაცა. ისინი უბრალოდ თვითშეგნებით დაჯდნენ, რომ დაინახეს, რომ ეს გუნდი რაღაცას აკეთებს, ისინი დასხდნენ და კოდის გარჩევა დაიწყეს, გაანალიზება დაიწყეს, იმიტომ რომ ერთი არის რომ ასწორებ და მეორე არის რომ რა მოხდა, იმისი წყო გასაანალიზებელია და ეს იმდენად სასიამოვნოა, როცა ადამიანი ესე იქცევა, როცა ანუ გვერდში გიდგას, რაღაც გაჭირვება გაქვს და გვერდში გიდგას და მათ შორის ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ჩართული იყო უშუალოდ საქმეში და ასწორებდა ამ ყველაფერს, საერთოდ არ იყო, თქვა, ჩვენი დეპარტამენტის წევრი. გვერდზე დეპარტამენტიდან იყო და სწორედ ესეთი ადამიანები არიან მერე, რა ვიცი, სინიორ დეველოპერების, განყოფილების უფროსების და დირექტორებიც, რომ მათ შეუძლიათ საქმე აღიქვან თავის საქმედ, ისინი მზად არიან გვერდში დაგიდგნენ და რა ვიცი, ესეთი რაღაცა რო ხდება, იმას კი არ მოვა და იმას კი არ გეტყვის, რომ ეს რა გააკეთეთ, პირიქით, მოდი ბიჭო, რაღაცა უცბად ისეთ კომუნიკაციას აწარმოებს, რომ პირიქით მოტივაციას გამოიწვევს შენში. ეს არის ის სკილები, ჩემი აზრით და ის უნარები, რაც უნდა გქონდეს ადამიანს, რომ განვითარდეს, ანუ კოდის წერა და პროფესიონალიზმზე ამაზე აღარ ვდაობთ, ანუ კოდის წერა ყველა მიცის, ვინც მუშაობს 3-4 წელი, ხო? და 5 წელი, ანუ კოდის წერა ყველა მიცის, ანუ კოდით ვერ განსაზღვრავ, ვინ დააწინაურო და ვინ არა. უნდა განსაზღვრო გაკეთებული საქმეები და საქმეები რო აკეთოს, სჭირდება ეს უნარები. და ეხლა დაახლოებით ესეთ შედეგს ვიღებთ, როდესაც ადამიანი არის ამ უნარებით, ის ყოველთვის შეძლებს განვითარებას და ეხლა ისიც მინდა ვახსენო, რომ ეს უნარები არ არის მოტივაციაზე დაფუძნებული, ანუ თქვენ ვერ იქნებით მუდმივად მოტივირებული. მოტივაცია არის საწვავი, რომელიც თავდება და თავდება ძალიან მალე, ანუ თქვენ შემჩნეულ გექნებათ, როცა რაღაც ახალ რაღაცას იწყებ, ანთებული ხარ, გიხარია ამ საქმის კეთება, მაგრამ რა ვიცი, გავა 1 კვირა, 10 დღე და ეს სადღაც მიდის და ქრება. მოტივაციაზე ეს ვერ იქნება. ეს უნდა შეძლოთ დისციპლინით. მე მესმის ახლა, რომ
ძალიან რთული არის ყოველას ხო თავის ადამიანები ხო ემოციური არსებები ვართ, ყოველთვის ვერ ხარ კაი ხასიათზე, ყოველთვის არ ხარ ისე მონდომებული, რომ რაღაცა დადგე და ყველას დაეხმარო, ყველას გაყვე, მით უმეტეს რომ შენი საქმეებიც ხო გაქვს, შენი საქმეები ხო არსად არ მიდის. შენ რომ სხვას ეხმარები, ამით რაღაც კუთხით ეს შენ საქმეს აკლებ, ანუ შენც ხო გაქვს ეს ყველაფერი გასაკეთებელი და ეს არის მთავარი, რომ ერთადერთი ეს რომ შეძლოთ, უნდა იყოთ დისციპლინირებული, იმიტომ რომ როგორც უკვე ვახსენე, ანუ შეიძლება ადამიანს 10 ჯერ ძალიან კარგად დაელაპარაკო, დაეხმარო და ერთხელ ცუდ ხასიათზე იყო, მოვიდეს ისეთი რაღაცა უთხრა, რომ იმას აღარასოდეს აღარ გაუჩნდეს თქვენთან მოსვლის სურვილი. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს უნდა იყოს გამოწვეული დისციპლინით და არა мотивაციით და თქვენ რომ ამას რუტინაში აქცევთ და ესეთი დისციპლინირებული გახდებით, ეს თქო ცხოვრებაში გადაგივათ, ანუ ჩვევებში გადაგივათ და ჩემი აზრით ესეთი ადამიანები, ვისაც ეს უნარები აქვთ, მათ არ აქვთ შემაფერხებელი ფაქტორი. მას შეუძლია გახდეს ყველაფერი, ანუ senior developer-ი კი არა, რა ვიცი, პრეზიდენტი შეიძლება გახდეს, იმიტომ რომ მე რაც მინახია, C-level-ის თანამშრომლები და რა ვიცი, მაღალი რანგის მენეჯერები მათ მხოლოდ და მხოლოდ ეს უნარები გამოარჩევთ სხვა თანამშრომლებისგან, რომ მათ შეუძლიათ, რომ კარგი კომუნიკაცია აწარმოონ, მათ შეუძლიათ, ისინი ყოველთვის ნებისმიერ საქმეს განეხილავენ, ანუ იმ კომპანიაში, სადაც არიან, რომ ის არის თავიანთი საქმე და ყოველთვის მზად არიან ჩაერთონ და არასდროს არ ერიდებათ პასუხისმგებლობის აღების, ანუ არ ეშინიათ და ისინი ყოველთვის მზად არიან გვერდში დაგიდგნენ. მე ესეთი ადამიანები ხდებიან ბუნებრივი ლიდერები, ანუ ესეთი როცა ხარ ახლა ვინც არ უნდა უფროსი დაგინიშნონ, ხო, თუ ჯგუფში ყველა შენთან მოდის რაღაცის საკითხავად და ყველა შენ უგვარებს საქმეებს, მაშინ შენ ხარ იქ ლიდერი და რეალურად ყოველთვის ეს ადამიანებს აწინაურებენ. რაც შეეხება middle developer-ების სტაგნაციას, ჩემი აზრით ეს განპირობებულია, რომ შედიან კომფორტის ზონაში, აკმაყოფილებთ ის, რაც აქვთ და ეს მესმის, ანუ ვიღაცა ამით თუ ბედნიერად გრძნობს თავს, ეს მისაღებია რა, შეიძლება რა ვიცი, მილიარდელი იყო და რა ვიცი, ილონ მასკი იყო, მაგრამ ბედნიერი არ იყო. ეს შესაძლებელია და ვიღაცას, რომელსაც აქვს რაღაცა კონკრეტული ხელფასი და ყოველდღე ამით ის ბუნებრივად ბედნიერად გრძნობდეს თავს. ეს მისაღები არის, ესეთი ხალხი არ არიან დასაძრახები, ყველას აქვს თავისი ცხოვრება. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რა გაბედნიერებთ და რა განიჭებთ სიამოვნებას. ანუ თქვენ თუ გინდათ სულ ექშენი და სულ რაღაცა იმის შიშით ცხოვრება, რომ დედლაინი მოდის, პროექტი გვივარდება, მაგრამ ეს ძალიან სასიამოვნოა, პირადად ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა ამ ექშენში ყოფნა. ვიღაცას ეს უბრალოდ არ მოსწონს და იქ არის ბედნიერი, ანუ ორივე აბსოლუტურად მისაღებია, თქვენ უნდა გადაწყვიტოთ რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ და ხო, დანარჩენი რა ვიცი, ყველაფერი იქნება კარგად. ასევე მინდა გთხოვოთ, რომ დაალაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი და თუ გაუზიარებთ სხვებსაც და კომენტარის დაწერას გთხოვთ აუცილებლად, იმიტომ რომ MacBook Neo-ს ვათამაშებ და კომენტარით მოხდება გათამაშება, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ლაიქი, იმიტომ რომ რაც დავძებნე ხა YouTube-ის ალგორითმზე ვერაფერს ბევრს ვერ დაძებნი, მაგრამ რასაც დავაკვირდი 250 პლუსი ლაიქი თუ აქვს ვიდეოს, ბევრად მეტ ადამიანს აჩვენებს ამ ვიდეოს, ვიდრე უფრო ნაკლები ლაიქი რო აქვს და 1000-ზე მეტი ნახვა სულ აქვს ვიდეოებს და რა ვიცი, თქვენთვის არაფერი არ არის, რომ დააჭიროთ ლაიქს. ეს მე ძალიან დიდ мотиваციას მომცემს და ჩემი мотиваცია ეს არის, რომ ბევრ ადამიანთან მივიტანო ეს ვიდეოები, რომ განვითარდეს არხი. ძალიან დიდი მადლობა, მე მგონი ბევრი ვისაუბრე და გამიგრძელდა დღეს, მაგრამ არა, 20 წუთი ყოფილა ჯერ გასული. მოკლედ დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, დაწერეთ კომენტარი. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში, დიდი მადლობა. ნახვამდის.